მე ვარ ლაშა გილოშვილი, ოპტიმისტი, რეალისტი და იდეალისტი რა. და იქიდან გამომდინარე მაყურებელს როგორ დავამახსოვრე თავი, შევახსენებ რომ ჩემი საინტერესო საუბარი თემებზე, ჩემს პარტნიორებთან ერთად წინა ტურებში. ვარ ვალერი აკოფიანი 23 წლის. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ფიქრობ რომ აქვს, ამბიციის გარეშე ვამბობ ამას. პირველად ვიყავი სულ სხვანაირი, მეორე გაჭედვაზე ვიყავი ძალიან პასიური და მესამეზე ვცდილობდი რომ ვიყო არც პასიური, არც აქტიური ვიყავი საშუალო. პირველ რიგში მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს და დიდი მადლობა უნდა უთხრა ამ ტურების განმავლობაში, რაც მხარი დამიჭირეს და იმედი მაქვს რომ მათ იმედებს გავამართლებ და წყალში არ ჩაუყრი რა. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და მე ფიქრობ რომ გვერდზე იქნებით ბოლომდე. ვალერე ძმაო. მაშა ძმაო. სასიამოვნო. გავიჭედეთ. აკაი პრეკინდი გაქვს ძმაო. მაგარი ძმაო. აქ იყიდე? არა. აბა ერთი მათქვა. თან კაი პრახლა და იქნება არა მაშიც. მიხდება? ისეთ პონჩი რა. მივასე. აგას ის უნდა რა ზმა. კი არა, მე უფრო კეპკები მიყვარს რა და მე კიდე კეპკას ვერ ვიხურებ ვაფშე. რატო? ვაუ ისე. ვაფშე ვერ ვიხურებ რა. ნუ რეჩი შეიძლება გიხდება ის სტილიება. ო, ეს სტილი, ეს პონჩი რა. ჭრელი საროჩკა. ზღვაზე ხო არ მიდიხარ? არათო. ვაფშე ხეხავ რა ამ წელს რა. რატო? რა ვიცი. არც მოთხოვნილება არ მაქვს რა პრინციპში რა. გასაგებია. ისე რას აპირებ? ეხლა? არა, საერთოდ ამ წელს. თუ ჩები თბილისში. ხო, ამ წელს ჩები რა. ვარჯიშობ და ვარ რა. ვარჯიშობ? რა. ტრენაჟორებზე ვარჯიშობ. არ ჩანს. არ ჩანს, ეს მაიკა იტყუება. დიდი ხანია რომ დაიწყე? არა. არა, ეს მაიკა მაინც არის. ეს მაიკას აქვს ესეთი ვიდი რა. ნუ პრინციპში 2 თვეა თუ მეტი. ეგრეა რა თუ. ჯერ აზრია, აი ნახევარ წელში უკვე რამე გაჩნდება. არა, ეხლა მე მაგ მაგარი მატყუარატანი რა. არა, კი ჩანს რომ ეხლა რაღაცა ხარ, ხო, რაღაცა. ხო, რაღაცა კი. ტანი, მაგრამ ისე მაიკა არ გაცვია და იმით. ხო, იასნადო, ეს მაგას ვიცი, მომჟდარი. აბლიგავიშიო, რა ჩაიწერე. მომჟდარი რა, საგაიფოთ. მე რა შვები საერთოდ? სწავლობ სადმე? გავიჭედეთ აზე ხარდო. კი, მაგრამ წავა რა, არც მეშინია უკვე. ჯო მაგრა ასწორებს თო. კი. თან ორი კონტაქტური ადამიანი ძმაო. თავისთავად. და მაგარი მიდის რა. თან ტეხავს გოგოც რო არ არის, აი. ო! ერთი კი არა, თან ორი. ვაიო, აბა ეხა ერთს გვეწყინებოდა რამე თავის. ნუ პაუჩერედი თუ რამე. პაუჩ. პაუჩერედი. მე ესე მიზიდები და ო, და ხამოს ბერა, კაი შევა. ისე სწავლობ სადმე? ორჩი ძმაო. ო? რა დამთავრე? ეკოლოგიური ეკონომიური ინსტიტუტი. მეც ის დავამთავრე ეკონომიკური. საფინანსო და საბანკო საქმე. ჩემგან შორს რა ეგეც. მაგრამ არ მიყვარს რა ჩემ. ბაზარი არ არის. ეხლა თავის პროფესია თითქმის არავის არ უყვარს, ძალით სწავლობს ხალხი რა. არა, ძალით კი არა. იმ დროს მომწონდა, მაგრამ ეხლა არ მიყვარს რაღაცა მე. ხო, რაღაცა ასპექტში მეც რაღაც დაინტერესებული ვიყავი რა. ელემსი ეხლა უფრო რა შოუ ბიზნესი რაღაცა და ეგეთი. ახლა რამე სიმღერა და რამე? არა, სიმღერა კი არა, ბრეიკდანსის ფედერაციის მენეჯერი ვარ. ბრეიკდანსის? ვა, საღოლ. ეხლა რო ისეთი პრიკლუჩენია მოხსნოდა, ხო, აზე ხარ იმაში რო არის, რა ქვია, სკორას დვა. სკორას დვა? ო. ლიფტში რო იჭედება თავიდან ხალხი. არა, სკორას დვა იმა ნავზე არ არის? თუ ის პირველშია. პირველში თუ მოიცა. პირველია ავტობუსში, კაი რა. არა, ავტობუსში კი არის, მაგრამ მე ლიფტში გეუბნებიდო. არა, მეორეშია უნამუსო ვიყო. ნავში ხო? თავიდან არის, სულ თავიდან. აიგა. ეგ მე ხდება დიჩი რა. აუ მაგარია თო და მე დაბომბილი რო იყოს რა. განც ლუკი არ არის, არც არაფერი. ამას ისე ავამტრევ რო. თავისთავად. შენ ხო იცი? გავაღებთ რა. შენ ხო იცი?
სიმწარე მანახე და გაქცევას მე განახე. მეც ვარ ესეთი, მაგრამ несмотря что худой и кашляю, то დავარტყით ორივეც. დავამტყით რა მაგლით. Ясно, да. ვახ. ისე საერთოდ რა შვები ცხოვრებაში. ცხოვრებაში ხნავ რა. აბა სხვანა იგი. მუსიკაც ეკვა რა. ყველაფერი, აი ცეკვით, ხა ბრეიკდანს არა, ბრეიკდანსი არ საერთოდ აი დისკოტეკების პონჩი საკლუბო. კი, როცა საჭიროა ბაზარი არ არის. როცა საჭიროა თავისთან, მაგრამ ყოველდღე დისკოტეკაზე სიავლი მაგარი იდიოტობაა. ტეველოტო. ითამაშე და მოიგე. აუცილებლად მოიგებ. კი, მოვიგებთ თუ კარგად ვითამაშეთ. ბიჭო, ყველაფერი არის იღბალი, ხო იცი? ბედი. ბედი, აბა რა, ბედში თუ არა გაქვს, რა. მეგა. წარმოიდგინე, ხა, ყველა კოჭი ამოვა და შენი კოჭი არ ამოვა თუ არ არის განსაზღვრული, რა. კიდე რა გევასება, კიდე? აი ეს აზარტული თამაშები ცოტა მივშიფრეთ რა. კიდე? აი ქალე. მექსიკანო, ესპანიოლო. შავრემანებიც მევასება, მაგრამ რუსებიც მევასება თეთრები რა. ბიჭო, აი მექსიკელებს არ მართლა არ ყავთ გაიქალები და. რატო? არა. ერთი სალმა აიმულად კიბირო. ერთი სალმა ჰაიეკ იყო ციზი დაბალია, მაგრამ გაიქალია. აი ესპანელებს გაიქალები ყავთ. ესეთი ვარდებით რომ დადიან. ისე მაგრამ გავართ ხო იცი ესპანელებს. ჩვენ ქართველები? და იტალიელებსაც გავართ ცოტა რა. რატო? კი. აი დააგვირდი. ნუ შენ თვითონ აი ტემპერამენტი ძმაო, ტემპერამენტი გარეგნულად ეხა ქართველები ამ მომენტისთვის იმენა ქათქადა თეთრები არ არიან და აი ცოტა წაუხვებლის ფერებია რა. თავისთავად. ხო, აი ეგეთი პონტია რა და ვაფშე და ბასკები და ქართველები ხო იცი ესე იყვნენ. თავ ადრიანპოს და მე გაიყო რა ტომი რა. მანქანის დარება იცი? აი ეხა ვიწყებ რა. ყავს მანქანა. არა ეხა პროსტა პრავაზე ვიწყებ რა იმას. ჩავიც. მე რაღაც კი ვიცი, მაგრამ არ მევასება. არა ბიჭო, მე არა მაქვს ეს გადაციკვა, არა მე ვაფშე მევასება გვერდზე რომ დავждები და მინდი აიქ მინდა, აქ მინდა, თორე მე თვითონ რაღაც არ ვარ რა იმის. პიშკო მობილი არ გევასება? პიშკომ თავი. იცი რას მოძრაობ? იმინა ქალაქს კრუქს ურტყო ხოლმე რა. მეც ადრე დავდიოდი, ოღონდ ახლა მარტო დავდივარ, იმიტომ არავინ არ ჩემთან ერთად არ გადის რა, იციან რომ ფეხით ძალიან მიყვარს სიარული და ერთხელ გავედი დვაკის პარკიდან, ცხოვრობ ელიაზე, იცი სადაც სამგროს. და ფეხით წავედი სახში. მეთქი აი ეგეთი მუღამი მაქვს და ფეხით უნდა გავედა. წავედი რა ჩემთვის პიშაკომ. ნელ-ნელა რაღაცა. მე საიდან არა ვარ ფეხით წასული სახში. ერთხელ საერთოდ მცხეთიდან მოვედით. აგრა ასწავლებს. ეგ პატარა პახუდია რა. ო რა, აი გუშინ წინ ვიყავით კონცერტზე მცხეთაში. ო, მაგარი პონტიო. რა მაგდის კონცერტი რო იყო უფასო. როკი. ხო. რა სიტყვი როკზე? იცი რა, აი ზოგი მევასება სიმღერა, ზოგი სიმღერა. არა, ვაფშე როკზე რა სიტყვი თორე. წავა რა. 21 საუკუნესთან რაღაც ახლოსაა როკი ოპერა. შენ გონია რომ რამე ახალი არის? ახალი არ არის, მაგრამ ბევრს მოსწონს რა როკი. არა, ხო. აი მე არ მომწონს ნახდათ, მაგრამ მე უფრო break beat-ი და რაღაცეები, მაგრამ არის ზოგიერთი სიმღერა, აი არის რომელიც მომწონს რა. ანაბრე Evanescence-ის სიმღერა ეგ რო ვარდება ის ფანჯრიდან გო, აი ეს მაგრამ მევასება თუ. ისე არა შორს ვარ როკი. მე ადრე ესე ვიყავი. როკი. რაღაც მე რავი. კლასიკა არ გევასება? ნუ ხასიათზეა დამოკიდებული, რანაირ ხასიათზე ვარ. ისე კი თუ ჩავთავ და კაი მინა იმაში ვარ ნოსტალგიაში და წავა. კაი მოცარტი, ბახი და რაღაცა. მაგარი კაცი. სანატა. გარია. რა. კიდევ რა. საინტერესოა რა ლიფტში გაჭედვა უცხო პიროვნებასთან რა. თავისთავად აბა რო არ იცნო. მაინც აბა შენთვის რა არის? რა. აი რა არის მაინც? ახალი მეგობარი და გაცნობა და თუ ჩასასწავდი, კაია, მაგრამ წარმოიდგინე ხა, აუ შეხოდი და დგახარ და უცბად გააჩერა და პატის როშა ძალიან ესეთი რაღაც მუდო და და ზანა ცოტით მომდე რა.
რენჩქანება და გარე რა კანები და ეგეთი მომდა ანგეხენხე მათმა ეხლა ვერ გამიგე რა არის და რისთვის ხარ და შენ რისთვის ხარ მინდი და გარე და კატი არა გოგოსთან ერთად მაგრა ასწორებს კი გოგოსთან ერთად თავისთავად ასწორებს რა მაგრამ მაინც ასწორებს რაღაც დონეზე თორე ხა ისიც თუ არ არის ხა ისეთი კონტაქტური რამე უშუალო აზრი არა გინაბისთან ეხლა თუ ესე დაჯდება და არ მომეკარო გესური ბამე იყო არც ხინგავი აგრად მე რამდენი სჭამ ბიჭო რამდენი სჭამდა აროჩე 20 ვერა 20 ჯამში ვერა ჭამ იცი რა და თავის წვეთს არ ვაქცე ვაფშე რა ნუ თუ ეხლა წვეთი არა მე გეცი ხინკალის ჭამა უკვე არ არის გასაგებია მაგრამ იმინა იცი როგორ სუფთა ჭამა აინა წვეთს არ ვაქცე და ის წვენი კიდე უკვე იმას შვება ძღები რა უკვე რა მაქსიმუმ 20 რა ამეთი და შენ იმინა იმიანა ჭამ რა ქვია მართლა გიში ხარ თო აბა იმის გულზე ჭამ თორე ძალიან მიყვარს დებიზე ამბატა ბიჭო ის მე კუჩი რაღაცა მე ბორჟომიზე ნიტოპონტი ბიჭო აი ცომია თორე ხა მე რა რო ცომია აუ შენ თავს იკლავს მო არა მაგრამ არა მეც ეგრე რამდენი წავნობ ჭამო შანსი არ არის გასუქების და არა და მინდა პატარა ღიბი რომ კონდეს ეს რაღაცა აუ როგორ არ მევასება ჩემ რებს ამბობ პატარა ღიბი რომ და რა გევასება მე ღიბი გოგოებს უფრო მევასება გოგოებს არა 1-8 კილო მაინც მინდა რომ დავამატო აი ხა მე მაგალითად ვარჯიში 6 კილო მოვიმატე 82 მე რაღაც 67 ო და მე მეუნები არ გეტყობაო ჯერ ამ ჩემ სიმაღლესთან სულ კუნთი ვარ რა კაუჩე იმინა ქონი არ ამაქვს რა აი კაია ბარაგინა და აი ხა ზაფხული სიმაღლეს რამდენი ხარ 88 კაია მე არ ვიცი რამდენი რა მოდადე აი წადე ო დადე კი ისე მიგოდი არა ეს არა 82 ვიქნები რა ახლოვებით ხო რა ეგეთ პონჩი იქნები რა ისე ბაქოში რა პონტია ბაქოში ნორმალნა რა ხა საქართველოს დიდი ხელფასები არის ცხოვრების პონჩი კი ნორმალნა არის რა მუშაობა რამე ყველაფერი კი ხალხი მუშაობს ბიჭო ფასებიც აი მე როგორც გავიგე შემოტკები და აპარატურა იაფია იქ რა კი აუ რამხელა ისა აქვს იცი აი ცენტრალური მაგისტრალი რა აუ რამხელა გზა არის პროსტა აი და შუაში რომ დავდექი და კრუგლამ გავიხედე პროსტა და მეთქი სადავარ თო აი უდიდესი გზა აქვს თითო ხალხი ბიჭო ხალხის ხასიათი არა არ არის მძიმე დრუჟელუბნია კი საკაიფო თან ისეთ პონჩი თუ პატარა დაევასებს იო ბაზარი არ არის რა აი ეხავს რა მაგრად ეხავს რა აი მინდა წასვლა და ვერ ვახერხი მარში არა უკრაინაშიც იყო ძალიან დროშილობნი ხალხი და ძალიან მომწონდა პროსტა მაინც ჩემი გულისთვის შემოვედით რა შენი გულისთვის დავიწყე არა თბილისში მინდა თბილისში მოიცა და ჯერ აქ დაიბადე და მე იქ და რამდენი წელი ცხოვრობდი იქ 6 აუ როგორ ვერ შეეჩვიეთო ხან უკრაინული იცი როგორ ვიცოდი მართლა ძალიან სუფთა ეხლა რო ეგრე არის ეს ბილიარდში არის არა ეს კაუჩუკია მაგრამ რაღაც მძიმე კაუჩუკი არა პრინციპში ეს პოლია ცოტა სტრანი თორე კაი კაუჩუკი ისე სვავ შენ ინაგდა ნუ პაპრაზნიკა არა ჯო არა მაქვს ეს პაპრაზნიკა არა მაქვს აი სიტუაცია რო ჩავარდი სიტუაციაში ხო და თუ მომინდა იქ დალევა იმ პონჩი თორე პაპრაზნიკი და ისინი არ ვიცი მე მარტო ხო არ დალე არა სიტუაციაში თუ ჩავარდი და თუ მე მესიამონება და ვიფიქრებ აი მე მინდა ეხა დავლიო ხო აი იცი როგორ ვარ ნივსიკ და ინისავსემი ეგეთი არა მე ძალიან იშვიათად ვსვამ ხოლმე უფრო პივა მევასება რა არ ძღიპი არ გაკარც არა როგორ გევასება პივა რისთვის ვარჯიშობ ბიჭო აქ ხვენია ამერიკაში კაუჩი ერთი მაგარი ამბავი მოგიყვე ესე იგი ერთი ახლობელი არის მუშაობს რა ამერიკაში ეს სახში და ისა გადაიწვა ლამპუჩკა რა და უცბად რეკავენ ტელეფონზე სადღაცა ორგანიზაციაში რომ და მან გაიგო რა რომ ლამპუჩკა გადაიწვაო და მოდით და გამოცვალეთო და შენო ხო არ უბერავო და ხალი ახტა იმინა მაგიდაზე ფუსი ხტია ამაში კი ბიჭო იქ იმინა როგორი პონტია იცი აი
ლამპუჩკის მომჭერი, ეგეთი პროფესიაა რა, ლამპუჩკის მომჭერი რა. რა წავიდე იმუშაო. ხო და ბიჭო, ხალი ახტა იმინა, მომეციო აქო ახალი. მოხსნა ის გაუკეთა ტიპები გამოშტერდნენ, რა გავაკეთეო? რა გავაკეთეო ბიჭო? ხალი მე მივარდა იქ გაუბუჭდათ ის არა ქვია შტეპსელი რა. ხალმა დაშალა ბიჭო და ტიპები დაიყარნენ. ამის გულის ის დაარეკო და დაუძახო ვიღაცები. და ფული ამას მისცეს თო, იკაიფე რა. არ ვიცი ხა რამდენი ღირდა იმ ლამპუჩკის გამოსვლა, მაგრამ შტეპსელი გააკეთა ხალმა გამოაშტერა რა. ადექი და გაცვალე რა. ეს რა გაფუჭებულია თუ არ? აუში. აი მაიცა. ნახე. ეს რაღაც დავაგნილი ესაც გავაკეთე. შევაიგა. აბა. მომეცით ფული, ვინ აქ ლიფტიო? ეკონომია, ჩემი. ეგ შენ ვერ ხვდები რა ხდება ბიჭო? ლიფტის ეკონომია. რამდენი ვატიანია? ლიფტის ბიჭო 20 ვატიანი რა. რო გავართ მე ჩავაკროთ, როგორც იყო როგორც იყო. ცოტა ეს უჩავაკროთ. ცოტა არ გავნათ ის ბიჭო. მე არ უყურებ ტელევიზორს. საერთოდ? არ უყურებ, ნერვები მეშლება და ამან რა უყურთ? საიდან გებულობ? აი რა. საიდან გებულობ? აი წარმოვიდგინე, ვაფშე არ უყურო ტელევიზორს, ხო? და ერთი ლიჯბი გავიდე გარეთ, რამდენიმე წუთით. ავტობუსი ბაზრობს, მანქანა ბაზრობს, სტოლბები ბაზრობენ, ხალხი ხო ბაზრობს რა. კედლები ბაზრობენ, სახლები ბაზრობენ. ბიჭო, იმდენი ინფორმაციას ვიხებ 5 წუთში ქუჩაში რო გავიდე, არ მინდა მეყურება. თან ნერვები მეშლება, ბიჭო, ემოციური ტიპი ვარ, გაიგე? რო უყურებ იმინა გულთან მიმოქ რა ყველაფერი. იმებს უყურებ? აუ, ჩემი, რა თქვა ბიჭო. არ დაიჭრებენ. Fine man, ты моя мама, я тебя не узнала. კითხვა არ გევასება? არა. ეს რა მითხარი ბიჭო? არა. კითხვა არ გიყვარს ბიჭო? არა. შორს ეს ვერ არის კაი ამბავი თო. მე როგორ კითხვის გარეშე რა პონტია თო? ვაფშე არაფერს კითხვა არ გიყვარს თო? ტოტალიზატორის იმაებს მარტო. მალად. და გაზეთი ისე. და კმაყოფილი ხარ და რამე? კმაყოფილი კი არ ვარ, მაგრამ აი როცა ვждები რაღაცა ვიწყებ კითხვას ვერ ვარ რა კარგად. აი ეგეთი ვარ. თვალები ტკივდება და რა. არა, თვალები კი არა. როგორც რუსები ეძახი მურაშკი პაწეულ ბეგვი. ეგეთი პონტია. ესე იგი შენ გაქვს მაგარი სუსტი ისა რა ვქე, ნებისყოფა, ხო იცი? რატო? ნებისყოფა ხო იცი რა არის? კი. აი ნებისყოფა აქვს სუსტი. ეს მურაშკები იქიდან მოდიან, ვждები და ბათ რო აი ისე მობილიზაცია რო არ აქვს და უცბად რო ვეღარ ისვენ. არ მიყვარს ეგ ციგნები, კაი რა, არ მიყვარს და ეგ. ახლა ბიჭო, კიდე ყვირი ხარ თო? არ მიყვარს. მაგაზე რო ხმამაღლა როგორ ამბობ მაგას თო? არ მიყვარს. ბრავო. ეთქებადი ხასიათი გააქვს? მე? ძალიან ძალიან რეტკად. ვითმენ. ძალიან ვითმენ, მაგრამ ბოლოში თუ გასვდივსეო. კაპეც. ვერ დაგიჭერ? შანსი არ არის? მაგრამ ისე ერთად ხდება ეგ რა. ესეთ პონჩი ანუ აი შენი სუსტი წერტილი მაგალითად აი რა შეიძლება რომ აი ყველაზე მაგრა ნერვები აი ითბინო, მაგრამ აი რას გამოყავ ხარ წონასწორობიდან? ბებეთვი. არ იცი? კი ვიცი, მაგრამ ეხლა მე არ ვაპირებ შენ წონასწორობიდან გამოყავს. არ მინდა ამაზე საუბარი. ინტიმნა? არა, ინტიმნა. აბა რა. კაი რა სხვა თემა არ გააქვს. რას დაკომპლექსდი თო? არ დაკომპლექსდი, просто არ მინდა ამაზე საუბარი. ანუ შენ სუსტეტილებზე არ ბაზრობ? არა. სიკრეტ ფირმი. მაზარი არ არის თო. ჩემი სუსტი. მე სუსტი წერტილი არ მაქვს. ყველა ფერმა შეიძლება გამოღიზიანოს, აი, ამიტომ არ მაქვს რა. რატო არა მოიცა რა ჯერ აქა ვარ თო რას თავ ბიჭო ჩარტე აუში ცოტა ხანი სინათლეში ვიყო სინათლის ქალაქში ცხოვრობ ცოტა ხანი სინათლეში თბილისის ლიფტში მაინც იყო აუ მახსოვს ადრე რო არ იყო შუქი ვაი მე რა პრობლემები იყო არა როდის იყო 2 წელიწად არა მე რა 2 3 4 რა 4-5 რა ნუ რა გრაფიკი იყო მე რო სუტკაში გრაფიკი არა ის იყო სუტკაში 2 საათი რო გიქნას შუქი მაგრამ ეხავდა
აუ რითი დავწეროთ? ძალაზე ხარტო. ხატა რაღაცის სურათების ხატა და რაღაცა გევარსება? ამ ცხოვრებაში არა. როგორც ამ ცხოვრებაში. ცხოვრებაში აღარ მიხერხება. ამოვწურე. მაგრამ მაგრად შემილია აღქმა რა. ფანტაზია გაქვს. მაგარი. მოდი კიდე დავხატოთ ეხლა. აი მე თავისუფალ დროს დები დავხატავ აემებზე აი. ეს რა არის დააბეჭდი ნეტო? არა, ეს გაფუჭებულია. ხო, გაფუჭებულებია, ვიცი და სად მოაგროვედო? ინფორმაცია. ახლობლები მუშაობენ. ხო, უბრალოდ გაძლევენ, ხო? ხო, იცი რითი ხატავენ. რას? ამაზე რა? აი არ გაგნემსი რაღაცა. არა, დო. მუსმან პრინციპში მაინც ამ ბრიტი დავხატოთ. რა უნდა ხატოდო? რაღაცა. ბიჭო, მე პოსტა არ მეხერხება. აი ხელი ვერ ხატავს გესმის, თორე ხატრობა მიყვარს მაღალ დონეზე, დო. ვინა ცხოვრებაში ხატვარი ვიყავ. ეჭირი. მე ესე იგი რაღაც მოვიფიქრებ ეხლა რა. დავხატავთ. მე გატეხე, აბა ნახევარი შენ ნახევარი. დავაი. აი სხვა მაგრამ ევასება. ამ შვიდებს არა? ბიჭო, ვაფშე ხა მაგარი რაღაც გამახსენდა თო. ლიფტში მყავს მე დამავოები, ვიცი? ვაფშე გეუბნები. აკაცარიან. გინდა დაუძახ, ხო? დაუძახე. რა პონჩი შევაწუხო თორე დაუძახებ. აი ხა ვითამაშოთ თამაში. და ეგრევე გამეჩითება. რა თამაში? აი მაგალითად სიტყვას ვიტყვი ძმაო. და მე შენ იტყვი ჩემს სიტყვას და შენ სიტყვას დაამატებ. და მე? და ესე გძელდება რა. თუ დაგავიც და წააგე რა. და ჩემი დამავოი ნახე რა აქტიური. მეი აბა. მზე ლამაზი. არა რა ლამაზიდო. არა, მე ხო თქვი მზე. შენ უნდა გაიმეორო მზე და შენი სიტყვა უნდა დაამატო. მზე. ნუ ესე იგი მზე. ანუ ესე იგი მე ვთქვი მზე, ხო? მე თუნდა თქვა მზე და ჩემი სიტყვა. ნებისმიერი. და მე უნდა თქვა მზე, შენი სიტყვა და ჩემი უნდა დავამატო. და ნებისმიერი სიტყვა რაც მინდა? ხო, აი არსებითი სახე. აი მზე და ლამაზი. ესე იგი მზე, ლამაზი და კვერცხი. მზე, ლამაზი, კვერცხი, სურათი. მზე, ლამაზი, კვერცხი, სურათი. ხე. ესე იგი მზე, კვერცხი, ლამაზი, სურათი, ხე, კამერა. კამერა. აი ხა უყურე, აი ხა გამოვიძახებ უკვე რა. სპეციალურად გინდა? მინდა. დამავოი არის კონტაქტი. დამავოი. ჩემი კაი. კუიზე ხო არა? კუიზე არა, თო მაგარი კაცია იმინა. პროსტა ვერავინ ვერ ხედავს რა. ესე იგი შეიძლება აქაცა უკვე? ბიჭო, აქ არის, მაგრამ რა პონჩი არ მცემს ხმას, თო. დამავოი. რა სიტყვა იყო? ვაზე ხარ, მაგარი გამიტყდა, თო. Всё? Короче, ეხა დამავოის გულთვის წავაგე რა. რატო? იმიტომ რომ არ მე სპეციალურად შევამოწმე და ხმას ამცემს ნო. ამერიტი ხარ. მე ეგ რა პონჩი მისმენ მაგითხვას. აბაჭი ინქებიდან რა. სერიოზულად გეუბნები. ინა სათვალეს მოვიხსნე თუ არ გჯერა. ნუ მე და სათვალერაში ვარ. არა, რა ვიცი, შენ გონია გატყუებ სათვალე რომ მიკეთო. აი, ესე იგი ისევ გავიკეთო. აი, გავაგრძელებ ხო და კაი ძმო, ერთ ამბავს მოგიყვები მაშინ. რა ჭინკებზე? ო, სერიოზულს გეუბნები ოღონდ რა, თვეჩი გეუბნები. დავაი, მოვისმენ. Короче, სოფელში ვიყავი რა. რომელ სოფელში? თეთრი წყაროს რაიონია რა. ხო და სოფელში ვიყავი და კავშირი ჩემი მეგობრის ბებია რა. ასე რო გითხრა ეხა სახარბიელო, ნუ ნორმალია რა. და ჩემი მეგობრის ბებია, короче, ყოველ დილით
ყოველდღიურად ეს მერე უკვე. ერთ დღესაც ბიჭო რაღაც ცხენების და ცხენი ყავდა და ძროხები რა. და ეს ბღავის ბიჭო და ეს ინგრევა ის გომური ხო იცი რა. მთელი ბიჭო წიხლების ტყმა კედლებზე და რაღაცები ღმუილი და რაღაცა ქალი წამოხდა დინდას ისეზე ხო ის სოფლის ქალებია ადრე დგებიან და 6 საათი შევარდა ბიჭო და ამ ცხენებს და ამ იმას რა ქვია ძროხას ეს ცხენსა კუდი დაწნული და ფაფარი რა სერიოზულად გეუბნები და იმ ძროხასაც იგივე ეხლა ძროხას არა აქვს ისეთი ძუა ხო პატარა მაგრამ იმასაც დაწნული და ეს ну кай იმის გაუხსნა იმ დღეს მეორე დღეს ისე დილას გამთენიისას იმინა აი ესე ჭიხვინი და იმინა გნიასია რა ისევ შევარდა იგივე პონტი რა დაწნული ისევ გაუშვა და აი ესე გძელდებოდა და ეს იცი რა პონტია кайფობს რა ის რა ჭინკა რა გეუბნები რა ჭინკა თუ არა აბა ეხა აბა ვინ მითხარი ვინ რაც кайფობდა რა ვინ кайფობდა თო ბავში ვინც იყო შენ ეხა როგორ გონია შევა ერთი კაცი და ცხენს კუც დაუწნი როცა ესეთ ამბავშია ცხენი вообще მიუახლოვდები არა მე არა თუ ორი თავი გაქვს მიუახლოვდები მაგრამ შანსი არ არის თო როგორი მასტია იცი ამ ხელა რქები აქვს ამ ხელა თხის და ესენი რა ქვია ჩლიქები პატარა თხის და როგორი ფიგურა აქვს იცი აი მახინჯი ადამიანის რა მახინჯი დასახე ხო აი გეუბნები მახინჯი მეთქი რა კანისფერი რა პონჩი იცი ისა რა ქვია ბალანი აქვს რა აი დაახლოებით თხარო ფეხზე დადიოდეს რა აი ეგეთი მასტია რა ის ცოტა ის ბალანი აქვს და ეს რქები და ის კუდი პატარა და ეს ჩლიქებზე გეუბნები ბიჭო გეუბნები საშიშია არა საშიში არ არის მაგრამ პროსტა ესე кайფობს რა აი ესე ცხოველებზე იმინა ესე აწვალებს და რაღაც აწვალებს ჰა აფსოს ეხლა აქ არა ეგეთი არა დამაუი სხვა კაცია თო კი დამაუი კი მაგრამ არა მეთქმა კეთილი გააჩნია ხო ნუ კეთილიც არის და ისიც არის არა ეხლა თუ შენი დამაუია ჩემი დამაუი ბიჭო პროსტა დღეს რა პონჩი მიღალატა თო შენთვის უნდა იყოს კეთილი თორე აი მაგალითად ჩემთან რა სახში სახლიდან გამოვედით და სახში რომ მივედით უთო იყო ჩართული რა გეუბნებითო ანუ იავნად ჩართული ხო ხო კიდე ვერაფერს ვერ მოვიგონებდი გეუბნები არის რა ეგეთი რაღაცეები რა პონჩი არ ჯერა ვერ გავიგე რა უთურაშუაშია პროსტა ჩართო რა ხო აი რა პონტია რო ჩართო ჯო არაფერი პროსტა ჩართო რა პონტი უნდა იყოს ჩართო რა რატო იმინა კაიფობს გეუბნებითო სახს კი არ ანგრევს და იქ საძირკონს კი არ უთხრის და ვაზებს კი არ ამტ შეიძლება ვაზას ჩამოაგდოს პრობლემა არ არის თო კიდე გინდა რამე ისტორია იყო ხო და ძმო აი ეს სკასკების ნაირის პონტი ისტორიები მიყვარს რისი სკასკა აი ხო ვითომ სკასკაა ხო მაგრამ ეს ჭინკები არიან რაღაც აი ხო რაღაც მითოლოგიის პონტი პატარა აი რაღაც ლეგენდების პონტია ხო მაგრამ რაღაც არ არის აუცილებელი რაღაცა გაიჩითოს ის რა ხო რა პოსტა ეს არის დაახლოებით რო გითხრა არის ტყის არსება რა პრინციპში რა სახლებში არ არის სახლე აი თბილისში და რაღაცა ჭინკები არ იჩიტე აი ანუ აი ესე იგი სოფლებში სადაც ცხენებია და აი შენ რომ აი მთაწმინდაზეც ტყე არ არის მაგრამ ნუ ხო არის რაღაც ფუნიკულორთან ხო რაღაც ეგეთ ბუნებასთან რაც არის იმინა იქ შანსი არ არის ერთ გავიდეთ ერთხელ კამერა ეძუთის გითხრა ეძუთი ბავშვობაში იმინა უყურე ბავშვი ვიყავ მაგრამ რა მაგრა მახსოვს იცი უყურე ბიჭო ესე იგი ფოტო აპარატმა ანუ რაღაცა მუზეუმში კი რაღაც გამოფენაზე გადაუღეს სურათებს შორებად სურათები რა შენიღებდი არა თვითონ გადაცემა იყო რა და სურათებს ნახატებს რა თვითონ მხატვრების ნახატებს გადაუღეს პოსტა სურათები რა და ბიჭო ერთ სურათის რო გაამჟღავნეს რა ხა იქ როგორი პონტი ხდება იცი ბუნება დახატული ხეები რაღაც ტყე უღრანი და ეგეთ პონტში და კუთხეში ბიჭო რა თავი აქ ესე გამოყოფილი ამას ეგეთ აი ეგეთ როჟა ზუსტად რა ეს ბალნიანი ესე იჯღანება რა აუ რა შემეშინდა იცი ბავშვობა ტელევიზორში ვნახე და იმინა
რაღაც ერთი მუსიკა ედო ფონად ბიჭო და რაღაც ახლოს რომ მიდის კამერა და კუთხეში და ამის სიფას რო აფიქსირებენ და მეთქი შენი ბავშვებს მე მეშინოდა ეგეთ რაღაცებს ეხლა არა არა მე პროსტა გიყვები თორე ხა მეშინი არა ხო და ისა რა ქვია ეხლა ერთი კიდე საინტერესო რაღაც უნდა გითხრა აი ისევ ჩემს სოფელში შენ თვითონ კი ნახია არა ეხლა მე თვითონ არ მინახია მაგრამ მე ეხლა თუ ნახავ რასიდან არაფერი სტარობას მე რა დავუშვეთო ხო და გითხრა ეხლა კაუჩი რა საინტერესო კი იქნება მაგრამ ერთი ჩვენ სოფელში ბინადრე მობინადრე არის ერთი კაცი და ჩავიდა მდინარეზე რა შორსა არც ისე რა არა ნუ ჩავიდა მდინარეზე დაბლა და რა პონტია იცი რაღაც განთენის იყო რა იმიტომ რომ ძალიან ადრე წავიდა სამუშაოდ ბაღში რა და რომ გაოფლიან და რაღაც აქ წყალზე ჩავიდა ბიჭო და კაცია დიდი რა და ესე მდინარე ხო ჩამოედინება და უნდა პირი დაიბანოს ბიჭო და ქვევიდან მოხვდა სილა რა იკაიფეთო აინა სახეში მომხვდაო რა იმინა რა გამოვშტერდი რა აი იკაიფე რა ხა წყალი უნდა ამოიღოს და უცბად აი სილა რომ მოხდეს რა სახეში რომ გლიჯაო იმინა და ვინ იყო ბიჭო ხა ვინ იყო აი არ ვიცი და რაღაცა არსებაა რა იმინა ტყეში რაღაც არიან რა ეგეთი არსებები რა აი გლიჯა ძმო და ლიფტის არსებები არ არიან და ლიფტის არსებები არიან როგორ არ არიან კაცო ეხლა არ არიან როგორ რა ჩვენთან ერთად ჯო არ მელაპარაკება გავაბრაზე გაიგე ალბათ რა ხო და გავაბრაზე პროსტა არა მე დავებაზრები პრობლემა არ არის დო კიდე მოიცადე კიდე ვიცი ბიჭო ბევრი ეხლა ერთი დამბავს გეუბნები კიდე რა ეხლა რა თქმა უნდა მე არ გამიკეთებია ის მაგრამ მოყოლილია ცვეჩი ამბავი ოღონდ ეხლა კაუჩე ერთი ახლობელი მიდიოდა მატარიმს რა ქვია ავტობუსით რა სადღაც რაიონში და ძღოლი იყო საქართველოში ხო საქართველოში და კაუჩე ძღოლს როგორი პონჩი ქონდა თქვენ ვიცი ნახევარი თეთრად იმინა თეთრად რა გაჭავარავებული და ნახევარი შავი ქონდა რა და ხა დაინტერესა რა ხა და რა პონჩი მოგივიდაო ესო რა აი ვარ მომაყოლოო რა და ჩააცივდა რა ხალხი იმინა რა რომ მოგვიყევიო რა ყველას აინტერესებს სტრანა ბიჭო ესე ნახევრად იმინა ზოლზე რა ხო და ამ ტიპმა მოყარო კაროჩეო ესაო რა ქვია სასაფლაოზე ვიყავიო რა ხო და არა უბრალოდ სასაფლაოს გზით მოდიოდი სახშიო რა და ტიპები დამიხვდენო სასაფლაოსთან ანუ ტყვეთა აიყვანეს რაპორტში ანუ იარაღი მომადესო და წამოდიო რა და შეიყვანეს სასაფლაო ყველაფერი რა ხო მოაჩი სასაფლაოზე შეიყვანეს კაროჩე და ამოათხრევინეს საფლავი ახალი დასაფლავებული იყო ამოათხრევინეს კაროჩე ხო და სასახლე აახდევინეს და კაროჩეო იმ გოგოს ქონდა კალიცო ხელზე რა და ეს კალიცო მოხსენიო რა და ბიჭო ამ ტიპმა ზიზღითო ესეო თავი გამოწეული მაქო და ეს თიცე მოვკიდეო ხელი და შემზიზღდაო რა და დავახეთქეო გაიგე ეს მკვდარიო რა და იკაიფე და დაახეთქა და იმ გოგომ ხმა მოიღო რა ჩემი აი კაი და კაუჩე ეგ ამბავი რომ გაირკვა ის რო ჟები ხომ მოწყდნენ ეგრევე რა და ეს დატოვეს და მეო გავითიშეო ეგრევეო რა ხო და ამ შიშისგან იკაიფე შიშმა ნახევარითმა გაუთეთრა რა და როგორი პონჩი ყოფილა იცი არ კლინიკურში არ ყოფილა მაგრამ და დამხჩვალას ვარიანტში რა ნუ რაღაცა გადაეყლაპა კალიცო კი არა რაღაცა რა და გაეჭხირა გაიგე და ამა რომ დაახეთქა კაროჩე ჩავარდა ის და ხმა ამოიღო რა ანუ ჰაერი უსპას მიეწოდა და არ ვიცი ძმაო ეგეთი ამბავი მომიყვნენ რა ყოფილ ხარ შენ სასაფლაოზე გამეს მარტო არა და მარტო არა 3 საათი იყო დაბადების დღე იყო ჩემი კურსელეს და მე და ძმაკაცმა მივდიოდით და მოკლეზეა ესე მეტრასტროიდან ელიაზე მოკლე არის ჩეზეს სასაფლაო გავედით რა ის იმინა მტრალია ჩემი ძმაკაცი ძლივს დგას ფეხზე და დავარდა დაიძინა იქ რელსებზე პირდაპირ მეთქი დებილი ხო არ ხარ ადე მაინც გავიდე სასაფლაოში ლავიჩკა რაღაცა იქნება და დაიძინა და აი მაგ პერიოდში მაგრამ მეშინოდა რა ამის ყველაფერი მეშინოდა და თან ისეთი ქარი იყო ხმები რაღაცა სასაფლაოზე ხო ისეთი ხმებია თან რაღაცა რო ფილმებს უყურებ და იცი რა ხდება და
აბა მანდარიან თუ არიან და არსებები. ძალიან შემეშინდა, მაგრამ მე ნახევარი საათი დააძინა, ადგა წავედით სახში. შენ იმინა იქ იყავი და ელოდებოდი. კი, მე თვითონ ავდექი, ძალიან რომ მეშინდა და ვიღაცა მითხრა, აი თუ წახვალ მარტო სასაფლაოზე, ამის დარჩი 1-2 საათი, მე არ გექნება შიში და არც არაფერი რა. აქ უნდა წავიდე. ღამის 11 საათი იყო, წავედი. ბაბო ჩემის სასაფლაოზე დავჯექი და აროჩერთ დილამდე კი არა, მაგრამ 4-5 საათამდე ვიყავი რა. თან იყო ქარი ეგ ჭრმრ ხმები და იმ ღამეში იპოვე სასაფლაო. კი, აი ესე ვიჯექი და მიდი, აბა ვინ ხარ, ამოდით და თვითონ ჩემთავს ანუ ბაბოშენ სასაფლაო იპოვე ღამეთო? კი. და დავიწყე იქ საუბარი ჩემთავს და სად არიან, ვინ ხარ, აბა ამოდით რაღაცა აქეთ, იქით, უდაში და ასე უკან იყო ხე და მე ასე ვიჯექი რა იმაზე ბარდიურზე და რო ავდექი ხესტოთი მაიკა ის იყო რა წამოედა და აი მაგ მომენტში ძალიან შემეშინდა მაგრამ ესე არა რომ მე დავტრიალდი ნახე ხეა და всё იმის მე წავედი სახში და მარტო მე გინც ასაფლაო ღამეს გით ყველაფერი უკვე აი საერთოდ არ მეშინია იმის მე სტრესი აღარ არა მარტო მიწის მეშინია და всё